სამწუხაროდ დღემდე არსებობს კონკრეტული დაავადებები, რომელთა სრული მკურნალობის მეთოდები ჯერჯერობით არ არის კიდევ მოკვლეული. თუმცა არსებობს მედიკამენტები და კონკრეტული მიდგომები, რომელიც ამ სიმპტომებს ამსუქებს ხოლმე. ერთ-ერთი ასეთი დაავადებათა ნუსხაში შედის პარკინსონი. იმისდან მიუხედავად, რომ თანამედროვე მედიცინა შეიქმნა უამრავი საწამლო საშუალება, შეიქმნა უამრავი მეთოდოლოგია, მაინც ეს დაავადება რჩება ისეთ დაავადებად, რომელიც პროგრესირებს და გავლენას ახდენს მოძრაობაზე. პარკინსონი ვითარდება მაშინ, როდესაც ტვინში დოფამინერგული ნეირონები, ანუ ის უბანი, რომელიც დოფამინს წარმოქმნის, იწყებენ მკვდომას. ამ დროს ვითარდება სხვადასხვა სიმპტომები, თავიდან საწყის სტადიაზე შეიძლება ადამიანმა ვერ შეამჩნიოს ეს სიმპტომები და მცირე ტრემორი შეიძლება იყოს მხოლოდ ხელში. რაც უფრო შორს წასული სტადია არის, უფრო მეტად გამოხატული ხდება ტრემორი. ტრემორი განსაკუთრებით დამახასიათებელია მოსვენების დროს. ასევე იცვლება მეტყველების უნარი, ხდება მეტყველების გაძნელება, მოძრაობაც რთულდება, ნელდება. და შემდეგ ეტაპზე, როდესაც დაავადება პროგრესირებს, შეიძლება გამოვლინდეს როგორც მოტორული, ასევე არამოტორული სიმპტომები. აი მაგალითად, მოტორული სიმპტომები ის გახლავთ კანკალი, მოძრაობის შენელება, წონასწორობის დარღვევა და ასე შემდეგ. არამოტორული სიმპტომები გახლავთ დეპრესიული გულებაგანწყობა, დეპრესია, ანუ შიშის შფოთვა, კოგნიტური დისფუნქცია, ანუ აზროვნების გაძნელება, ცილის დარღვევები, უნებლიეს შარდვა. სხვათა შორის ახლა რო აღწერდი ამ მდგომარეობებს, გამახსენდა სამი ესეთი ცნობილი პიროვნება, რომელიც იყო აი ამ კონკრეტული პარკინსონის დაავადებით შეპყრობილი და დამძიმებული. პირველი გამახსენდა მაიკლ ფოქსი, ესეთი მსახიობი, რომელსაც 29 წლის ასაკში დაუდგინეს ეს კონკრეტული დაავადება. ის გემახსოვრება თქვენ ფილმის ტრილოგიიდან უკან მომავალში, სადაც ასრულებდა მარტის როლს, გეცნობათ ეს ადამიანი. მოკლედ, ერთ-ერთ გადასაღებ მოედანზე, ერთ-ერთი ფილმის მას შენიშნა, რომ ერთი თითის ტრემორი დაეწყო და წავიდა ნევროლოგთან. და ხანგრძლივი კვლევების შემდეგ მიიღო ძალიან სამწუხარო დიაგნოზი. მას უთხრეს, რომ პარკინსონის დაავადება დაუდგინდა. 4 წლის შემდეგ ტყუპების მამა გახდა, ნელ-ნელა პროგრესირებდა მისი ეს დაავადება და რაღაც პერიოდის შემდეგ უკვე მიხვდა, რომ ვეღარ ახერხებდა დაუშვათ ესეთი დატვირთვით მუშაობას. მეორე ხარისხოვან როლებში მიიღო მოგვიანებით მონაწილეობა. თუმცა უნდა ითქვას, რომ არაერთი კინოჯილდოს მფლობელია, მას 3 ოქროს გლობუსი აქვს, ემის ჯილდო აქვს აღებული და შემდეგ რაც გაეშვა, ასე ვთქვათ, ამ კინოინდუსტრიას, გადაინაცვლა უკვე, რა თქმა უნდა, სხვადასხვა კვლევების და ცნობადობის ამაღლების სერიოზულ აქტებს ასე ვთქვათ და შექმნა ესეთი საზოგადოება, რომელსაც ქვია მაიკლ ფოქსის საზოგადოება პარკინსონის კვლევებისთვის. 2024 წელს ჟურნალმა Times-მა 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა შორის დაასახელა სწორედ ფოქსი მსოფლიოს, ასე ვთქვათ, ცნობადობის ამაღლებისთვის. ადამიანი, რომელიც ცვლის მსოფლიოს, ასეთი სახელწოდებით. მოკლედ 64 წლის არის 4 შვილის მამა, ანუ მშობელი გახდა სწორედ აი ამ დიაგნოზის შემდეგ და ძალიან აქტიურად არის ჩაბმული, რა თქმა უნდა, აი ამ მიმართულების და ასევე ჰუმანიტარული მიმართულების საკითხებში. კიდევ ერთი ადამიანი გავიხსენოთ, ოზი ოსბორნი, რომელიც დილამშვიდობის ამერიკას გადაცემაში, დილის გადაცემაში მივიდა მეუღლესთან ერთად 2020 წელს და თქვა, რომ დავიღალეო, აღარ შემიძლია ამის დამალვაო, უბრალოდ აღარ მყოფნის ძალაო და აღიარა თავის ფანებს გაუმხილა მისი დიაგნოზის შესახებ, იმიტომ რომ 2019 წლიდან მას შეწყვიტა უკვე ტურნეებში მონაწილეობა, შეწყვიტა უკვე ახალი სიმღერების შექმნა და რა თქმა უნდა იყო ეჭვი, რომ რაშია საქმე, ფანები ელოდნენ მისგან სიახლეებს და მოკლედ დამალვას რომ აზრი აღარ ჰქონდა, მან გაუმხილა თავისი დიაგნოზის შესახებ. გახსოვთ ალბათ ბოლო გამოსვლა სკამით გამოვიდა, იმდენად შეუძლებელი იყო მისთვის გადაადგილება. მაშინ მაგ დროს ბოდიშო ჩავერთები წელი სხვა პრობლემა ქონდა და ოპერაცია გაიკეთა, ხოლმე პარკინსონიდან არის, პარკინსონთან არის ხოლმე კავშირში. გეტყვი, კისრის ტრავმა ქონდა ოზი ოსბორნს, რის გამოც მივიდა ექიმთან და სხვა დიაგნოზით გამოვიდა ამ ექიმისგან, აღმოჩნდა, რომ პარკინსონის დაავადება აქვს და ასე მერე ნელ-ნელა დარია ხელი აი ამ საკმაოდ მძიმე დაავადებამ. კიდევ ერთი ადამიანი არის
ცნობილი მოკრივე მუჰამედ ალი, რომელიც პარკინსონის დიაგნოზით ცხოვრობდა. სხვათა შორის საკმაოდ დიდი პერიოდის განმავლობაში მაინც იმორჩილებდა, რომ მისი ხელები, ესე ვთქვათ, პარკინსონის დაავადების და მიუხედავად დაემორჩილებინა. იყო 42 წლის სულ რაღაც, როდესაც დაუდგინდა ეს კონკრეტული დიაგნოზი. მე 3 წელიწადში იძულებული გახდა, რომ ამ სპორტს ჩახსნოდა, რადგანაც შეუძლებელი იყო უკვე მისთვის ასპარეზობა სპორტულ მოედნებზე, თუმცა გადაინაცვლა სხვა მოედანზე და მანაც მაიკლ ფოქსის მსგავსად მუჰამედ ალის პარკინსონის ცენტრი დაარსა და $100 მილიონი გაიღო კვლევებისთვის, რომელიც ასეთი დიაგნოზის მქონე ადამიანებს დაეხმარებოდა. თუმცა დღემდე მაინც მწირია დახმარების ხელი, რომელიც შეუძლია დავუშვათ სამედიცინო სფერომ გაუწოდოს ადამიანს დაავადებულს, თუმცა უნდა ითქვას ის, რომ მართლაც მედიკამენტოზური ან ქირურგიული, კონკრეტულად ტვინის სტიმულაციის მეთოდიკით საგრძნობლად შეუმსუბუქდეს სიმპტომები ადამიანს, ცხოვრების ხარისხი შეუნარჩუნდეს, იმიტომ რომ ხედავთ და თქვენ აი ამ ცნობილი ადამიანების მაგალითებს მიხვდებოდით რა რთულია და რაოდენ პროგრესირებადია სწორედ ეს დაავადება. მოდით ჩვენ გავაგრძელოთ მკურნალობის მეთოდებზეც საუბარი, რა არის დღეს ხელმისაწვდომი პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვს პარკინსონი და სტუდიაში უკვე დავპატიშოთ Medicana Health Group-ის ექიმი ნევროლოგი ილდის დეირმენჯი. სწორედ მას დავხვდეთ ახლა. Hello. დინაზოგას სტუმრობისთვის ტრადიციულად ქართული წყალი მინდა შემოგთავაზოთ. წყალი მთის ახლა უკვე გაზირებულ ნატურალურ მინერალურ წყალს გთავაზობთ, რომელიც არის ბრომატის გარეშე. რა თქმა უნდა, პირველ რიგში გვაინტერესებს, როგორ ისმევა პარკინსონის დიაგნოზი. First of all, thank you for the kind პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადოთ აქ მოწვევისთვის. ძალიან მიხარია, რომ აქ ვარ თქვენთან, საქართველოში. პარკინსონის დაავადების დიაგნოსტირება ხდება კლინიკურად. პაციენტს შეიძლება ჰქონდეს ტრემორი. ტრემორი ნიშნავს კანკალს. პაციენტს უჭირს სიარული. ის ნელად ადის. ფეხებს მიაჩოჩებს. სიარულისას არ შეიმჩნევა ხელების ბუნებრივი ქანაობა. ამ ნიშნებთან ერთად თუ ვამჩნევთ, რომ პაციენტი მოსვენებულ მდგომარეობაშია, არ ინძრევა, მაგრამ უკანკალებს თითები, ყველა ეს სიმპტომი გვეუბნება, რომ პაციენტს შეიძლება პარკინსონის დაავადება სჭირდეს. ეს ტიპიური ნიშნებია. რა თქმა უნდა, ისევე როგორც ყველა სხვა დაავადების შემთხვევაში, მედიცინაში არაფერია ტიპიური. ბუნებრივია არსებობს სხვადასხვა კლინიკური შემთხვევა და სიმპტომებს შორის სხვაობები, თუმცა ეს ტიპიური სურათია. დიაგნოზის დასმა პაციენტთან გასაუბრებით იწყება. მისგან ვისმენთ პასუხებს, რა მოხდა, რა გაწუხებთ, როდის დაგეწყოთ კანკალი, როდიდან გიჭირთ ნაბიჯების გადადგმა და სწრაფი სიარული. შემდეგ პაციენტი უნდა დაინახო, მოусმინო და შეეხო კიდეც. დაინახო სრული სურათი. ჩარჩოში მოაქციო. რა თქმა უნდა, მაგნიტორეზონანსულ კვლევასაც ვიყენებთ, მაგრამ არა პარკინსონის დიაგნოზის დასასმელად. არამედ იმისთვის, რომ სხვა მსგავსი მდგომარეობები გამოვრიცხოთ. ვიყენებთ ნეიროიმიჯინგის თანამედროვე ტექნოლოგიებს და ბიომარკერებს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ დიაგნოზის დაზუსტება აუცილებელი გახდა. რა ასაკში ვლინდება პარკინსონი? ძირითადად 50-60 წლის მერე. პაციენტების 5-6% 50 წლამდე შეიძლება იყოს. იშვიათ შემთხვევაში პაციენტი შეიძლება 20 წლისაც არ იყოს. როდესაც მოდის პაციენტი, რომლის ასაკი იმაზე ნაკლებია, ვიდრე ამ დაავადებისთვისაა დამახასიათებელი, უნდა დავადგინოთ მისი გენეტიკური მემკვიდრეობა, მეტაბოლური დარღვევები ან სხვა თანმდევი დაავადებები. დასაწყისში მე ვსაუბრობდი მექანიზმზე, თუ რატო ვითარდება პარკინსონის დაავადება და მექანიზმი გასაგებია ყველაფრის და ჩვენ გვაინტერესებს აი გენეტიკურ წინასწარ განწყობილებას აქვს თუ არა მნიშვნელობა და სხვა რამ შეიძლება გამოიწვიოს პარკინსონის დაავადება. This is the divine question. ამ კითხვაზე პასუხი ძალიან რთულია. ეს მულტიფაქტორული დაავადებაა. ჩვენ შეიძლება კლინიკურ სურათს ხედავდეთ, მაგრამ მის უკან აისბერგის წვერის ქვემოთ უამრავი მიზეზია. უმეტესწილად არ ხერხდება კონკრეტული მიზეზის დადგენა. მოკლედ და სწრაფად რომ ავხსნათ, პარკინსონის მექანიზმი ესაა დოპამინის წარმომქმნელი ნეირონების დაკარგვის შედეგი, ბაზალურ განგლიაში და პროცესი პროგრესირებადია. არსებობს მედიკამენტები, რომლებიც ფსიქიატრიაში გამოიყენება და ამ მედიკამენტებმა შეიძლება გამოიწვიოს დოპამინის წარმომქმნელი ნეირონების დაკარგვა. მუჰამედ ალის მდგომარეობა გამოწვეული იყო თავის არეში მიღებული ტრავმით. ასეთი ტრავმა იწვევს დემენციასაც. ის ხშირად იწყება თავის არეში განმეორებითი დარტყმის შედეგად. უამრავი მდგომარეობაა, რომელიც იწვევს პარკინსონს. მიზეზებს შორის შეიძლება იყოს სიმსივნური წარმონაქმნები, იშემიური დაზიანება, სისხლჩაქცევები, სტრუქტურული დაზიანებები. ეს მეორადი მიზეზებია. მთავარი მიზეზი გენეტიკაა. გარემო პირობებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. პესტიციდები, მომწამვლელი ნივთიერებები, ეს იმდენად ფართო საკითხია, რომ შემიძლია 2 საათი ვისაუბრო. აი, სქესთან მიმართებაში როგორ არის? გააჩნია გეოგრაფიულ მდებარეობას, ცხოვრების პირობებს. ტენდენცია უფრო მამაკაცებშია გამოხატული, თუმცა
ზოგადად მხოლოდ ერთი კონკრეტული სქესის პრობლემა არ არის. ის გვხვდება ქალებშიც და მამაკაცებშიც და რთულ ფორმაში მას შეუძლია ინვალიდობა გამოიწვიოს. გასაგებია. მოდით გადავინაცვლოთ ახლა მკურნალობის ნაწილში, დავუშვათ რა არჩევანი აქვს პაციენტს, რომელსაც აქვს პარკინსონი. მკურნალობაში ოქროს სტანდარტი არის მედიკამენტები, აბები. როგორც უკვე ვთქვით, დაავადებას დოპამინის დეფიციტი იწვევს. ამიტომ ამ დეფიციტის შესავსებად დოპამინს ვაძლევთ. რა თქმა უნდა, დოპამინს ასე პირდაპირ ვერ მივცემთ. არსებობს მედიკამენტები, რომლებიც მოქმედებენ როგორც დოპამინი. არსებობს მედიკამენტები, რომლებიც აფერხებენ დოპამინის დეფიციტს და პაციენტი უფრო დიდხანს ცხოვრობს სიმპტომების გარეშე. ეს ქრონიკული პროგრესული ნეიროდეგენერაციული დაავადებაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ნეირონები თანდათან ნადგურდება და ეს პროცესი მუდმივად მიმდინარეობს. პირველი 5 წელი არ უქმნის პაციენტს პრობლემებს. ამ პერიოდს თაფლობისთვესაც ვუწოდებთ. თუ პაციენტს სწორი დიაგნოზი აქვს დასმული და თუ მკურნალობის კურსიც სწორადაა შერჩეული, პაციენტი თავს კარგად გრძნობს. ის ნორმალური ცხოვრებით ცხოვრობს. თუმცა დაავადების განვითარების პროცესში ნეირონების დანაკარგი იზრდება. დაავადება პროგრესირებს. პაციენტს უფრო მეტი მედიკამენტი სჭირდება ამ დეფიციტის საკომპენსაციოდ. მოძრაობა იცვლება. უფრო ნერვიულობის მოძრაობას გავს, ცეკვის მსგავს მოძრაობას. ეს პათოლოგიური მოძრაობაა. ამას ვუწოდებთ დისკინეზიას. უნებლიე არაბუნებრივ მოძრაობას. როდესაც ამ სიმპტომებს ხედავ, მედიკამენტის დოზას ამცირებ, რადგან ეს მოძრაობა მედიკამენტის გვერდითი ეფექტია, მაგრამ ამის შედეგად იღებ მოძრაობის შენელებას, უმოძრაობას, შებოჭილობას. წარმოიდგინეთ, პაციენტს გზის მეორე მხარესაც არ შეუძლია გადასვლა, რადგან გამორთულია. ამას გამორთვას ვეძახით ხოლმე. მოძრაობა არ შეუძლია. რისი გაკეთება შეიძლება ასეთ დროს, საბედნიეროდ ამ დროს უფრო განვითარებული ტექნოლოგიების გამოყენება შეგვიძლია, რომელსაც პარკინსონის დაავადების საშუალო და რთული ფორმის ეტაპებზე ვიყენებთ. რა არის შემდეგი ეტაპი, ასე ვთქვათ, მკურნალობის? შემდეგ ეტაპზე ვიყენებთ მკურნალობის სხვა გზებს, დამხმარე მოწყობილობებს. აპომორფინის ინფუზიის თერაპიას. კანქვეშ ნემსი შეგვყავს იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც პაციენტს არ სინავს. სპეციალურ ტუმბოს ორგანიზმში შეყავს დოფამინის აგონისტი მედიკამენტი. ეს ორალურად მისაღები მედიკამენტის ჩანაცვლებაა. მაგრამ დიდხანს ამ მეთოდის გამოყენება შეუძლებელია, რადგან პაციენტს არასასურველი სიმპტომები ეწყება, ჰალუცინაცია. შემდეგ არსებობს კიდევ ერთი მეთოდი, ეს ნაწლავში შესაყვანი გელია. წარმოიდგინეთ, რომ იღებთ ტაბლეტს, ყლაპავთ, ის კუჩში ჩადის და გადადის ნაწლავში. შემდეგ სისხლში გადადის და ასე აღწევს ტვინამდე, იქ სადაც მან უნდა იმოქმედოს. ეს ძალიან გრძელი გზაა და ტაბლეტების რაოდენობაც ძალიან დიდია. ჩვენ ამ მედიკამენტის თხევად ფორმას ვაძლევთ პაციენტს. შევდივართ წვრილ ნაწლავში ენდოსკოპიურად, პატარა ნემსის საშუალებით. მას მიმაგრებული აქვს 5, რომელშიც პაციენტისთვის სამყოფი მედიკამენტის რაოდენობაა. დღის განმავლობაში პაციენტს შეუძლია იმოძრაოს, იაროს დასაძინებლად, როდესაც დაწვება, ამ ყუთს მოიხსნის, დალევს მედიკამენტს და მეორე დღეს, როდესაც გაიღვიძებს, ახალ ყუთს მიიმაგრებს. ეს ინფუზიური თერაპიებია. ეს მოწყობილობები სამწუხაროდ ყველა ქვეყანაში ხელმისაწვდომი არ არის. ყველაზე პოპულარული და ხელმისაწვდომი მეთოდი არის ტვინის ღრმა სტიმულაცია. ეს ქირურგიული ოპერაციაა. ჩვენ პაციენტის კანქვეშ ვნერგავთ მოწყობილობას, დაახლოებით აი ამ ადგილზე. გულმკერდის მიდამოში და კაბელებით ვგზავნით ელექტროიმპულსებს მეორე მოწყობილობასთან, რომელსაც ტვინში ვნერგავთ. სიგნალს ვაგზავნით იქ, საიდანაც იწყება პარკინსონი. თუ მიზეზი არ არის პარკინსონი, შეგვიძლია იმპულსი სხვაგან მივმართოთ, იქ სადაც პრობლემაა. ეს კეთდება იმისთვის, რომ შევაჩეროთ ტრემორი, დავეხმაროთ პაციენტს მოძრაობაში, გავაუმჯობესოთ შებოჭილობა და ავაცილოთ პაციენტს მოძრაობის გაშეშება. ეს ალბათ უფრო შორს წასულ სტადიაში კეთდება. ტვინის ღრმა სტიმულაციისთვის ნებისმიერი პაციენტი, რომელსაც პარკინსონის რთული ფორმა აქვს, არ არის შესაბამისი კანდიდატი. თუ ნებისმიერ პაციენტს გაუშვებთ ამ ოპერაციაზე, შეიძლება უარყოფითი შედეგი მივიღოთ. პაციენტს შეიძლება დაეწყოს მოძრაობის პრობლემები, დაეცეს, მოსალოდნელია ფსიქიატრიული პრობლემები, მენტალური პრობლემები. პაციენტის მდგომარეობას ფრთხილი შემოწმება სჭირდება. თუ ეს ყველაფერი სწორად წარიმართა, ეს არაჩვეულებრივი მკურნალობის მეთოდია. ანუ გარდა იმისა, რაც გითხარით, სხვა გვერდითი მოვლენები შეიძლება ახდეს, დავუშვათ აი ამ მოწყობილობის განთავსებას. Oh, of course. This is რა თქმა უნდა, გვერდითი მოვლენებიც ახლავს თან. ეს ხომ ქირურგიული ოპერაციაა. თქვენც ქირურგები ხართ და იცით, რომ ნებისმიერ ქირურგიულ ოპერაციას შეიძლება ახლდეს გართულებები. შემდეგ შესაძლოა თავად მოწყობილობას ჰქონდეს გარკვეული პრობლემები. ეს ხომ ტექნიკური მოწყობილობაა, კაბელები. შეიძლება ინფექციებიც იყოს, მაგრამ ეს იშვიათი გამონაკლისებია. თუ საქმეს კარგად აკეთებ, დაოსტატებული ექიმი ხარ, გართულება შეიძლება 5%-ზე ნაკლებში იყოს. უნდა იცოდე გვერდითი მოვლენები როგორ მართობ. თუ სტიმულაციასთანაა დაკავშირებული, სიხშირესთან, შემიძლია შევცვალო, გავაუმჯობესო, შემიძლია უბრალოდ ვიჯდე, დისტანციურად როგორც აქვს ხედვართ და გადავაპროგრამო. სხვა მოქმედებების გარეშე შეუძლიათ გადააპროგრამირონ ეს კონკრეტული ხელსაწყო. რამდენი ხანია მეთოდებით მკურნალობთ და როგორი შედეგები გაქვთ ამ ხნის მანძილზე?
2012 წლიდან ვიყენებ ტვინის ღრმა სტიმულაციის მეთოდს პაციენტების სამკურნალოდ. მანამდე კარგი განათლება მივიღე როგორც ქვეყანაში, ისე მის გარეთ, რომ შემესწავლა სწორედ ეს პროცედურა, რომ გამხდარიყავი მოძრაობის დარღვევების ნევროლოგი და შემესრულებინა ამგვარი ოპერაციები. ოპერაციის მერე პაციენტთან მთელი ცხოვრება გვაქვს კონტაქტი. უკვე ერთი ოჯახი ვითვართ. მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ დამიკავშირდნენ, თუ რაიმე პრობლემა აქვთ. მათ ჩემი პირდაპირი საკონტაქტო ნომერი აქვთ. ეს გადამწყვეტია. დღეს ამ მეთოდებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აქამდე ვსაუბრობდით სიმპტომატური მკურნალობის მეთოდებზე. მინდა გითხრათ, რომ ამათგან არც ერთი არ აჩერებს დაავადებას. ეს საშუალებები ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს. თუ ტრემორი გაქვთ, ვაჩერებთ. თუ შებოჭილობა და მოძრაობის პრობლემები გაქვთ, ვაჩერებთ. პაციენტს ვაძლევთ მოძრაობის საშუალებას. გარდა ამ მკურნალობის მეთოდისა, არსებობს თუ არა სხვა მეთოდები, როგორიც არის თქვა ღეროვანი მჟედები და გენომური თერაპია? მიხარია, რომ შემიძლია გითხრათ, რომ არსებობს ამ სფეროში ღეროვანი უჯრედების გამოყენების სამეცნიერო კვლევები. ძალიან დიდი წინსვლაა და ბევრი სიახლე. ცოტა ხნის წინ იაპონიაში კლინიკური კვლევები ჩაატარეს. სამეცნიერო დასკვნა იყო, რომ ამ მკურნალობის მეთოდით გარკვეულ შედეგებს ვაღწევთ. გენომური თერაპია და ღეროვანი უჯრედების თერაპია. ესაა დაავადების მოდიფიცირების სპექტრი. როდესაც მას FDA დაამტკიცებს და ბაზარზე შემოვა, როგორც მკურნალობის მეთოდი, შემდეგ შეგვიძლია დავიწყოთ მკურნალობა. 5 წლის წინ ამ სიტყვებს ვერ ვიტყოდი და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს ამის გაზიარება შემიძლია თქვენთვის. შეიძლება 2 წელიწადში ან 1 წელიწადში, შეიძლება სულაც რამდენიმე თვეში გითხრათ, რომ დიახ, პარკინსონის განკურნება შესაძლებელია. ეს დაავადება ძალიან გავრცელებულია. ბევრი ადამიანია, მათ შორის ხელოვნების სფეროდან, კინო, სპორტი, პოლიტიკოსები. ეს დაავადება ჩვენ შორისაა. ის ემართება ჩვენს მეზობლებს, ნათესავებს, იმედია მალე ვიტყვით. აი ესაა განკურნების გზა. ჯერა რომ ამ დღესთან ახლოს ვართ. ძალიან იმედის მომცემი ამბავია, თითქოს დავიწყეთ, რომ ესე ვთქვათ, განკურნების შანსები ჯერჯერობით არ ჩანს, მაგრამ თურმე ეს ასე არ ყოფილა. ყველა ტრემორი ნიშნავს თუ არა პარკინსონის დაავადებას. ეს უმნიშვნელოვანესი ინფორმაციაა, რაც ბევრ ადამიანს უნდა გავაგებინოთ. ყველა ტრემორი პარკინსონის დაავადებას არ ნიშნავს. ყველა ტრემორიც არ არის დაავადება. თუ დიდი რაოდენობით კოფეინს იღებთ, კანკალი დაგეწყებათ. თუ ძილი გაკლიათ, კანკალი დაგეწყებათ. თუ გაქვთ დეპრესია, შფოთვა და სხვა დარღვევები, თქვენ კანკალი დაგეწყებათ. ხანდახან შეიძლება ქრონიკულიც გახდეს, თუ მაგალითად მიზეზი მუდმივად არსებობს. თუ ფარისებრი ჯირკვლის დარღვევები გაქვთ, ამანაც შეიძლება ტრემორი გამოიწვიოს, მაგრამ მისი განკურნება შესაძლებელია. რაც შეეხება პარკინსონს, ამ დაავადების დროს ტრემორი მოსვენების დროს შეიმჩნევა. ყველაფრის გაკეთება შემიძლია, მაგრამ როდესაც არ ვინძრევი და ვისვენებ, ტრემორი იწყება. თუმცა მხოლოდ ტრემორის საკმარისი ნიშანი არ არის იმისთვის, რომ ვთქვათ, რომ ეს პარკინსონია. მასთან უნდა ახდეს ბრადიკინეზია, მოძრაობის შენელება ხელში, ფეხში. თუ მხოლოდ ტრემორია მოძრაობის შენელების გარეშე, ეს შეიძლება სულაც არ იყოს პარკინსონი. ესენციური ტრემორი, ეს ოჯახური დაავადებაა. გკითხეთ მამას, დედას და ვინმეს ნათესავებიდან აქვს თუ არა ამგვარი ტრემორი. როდესაც ხელებს წინ აწვდენენ, კანკალებენ. როდესაც ხელს აწერენ, კანკალებენ. როდესაც ხელში ჭიქას იღებენ, უჭირთ ყავის, წყლის დალევა და ასეთი ტრემორი სიმეტრიულია. როდესაც პაციენტს დააკვირდები და კითხვებს დაუსვამ, დაავადების ნიშნებს აუცილებლად შეამჩნევ. ამიტომ ყველა ტრემორი არ არის პარკინსონი და ყველა ტრემორი არ არის დაავადება. ძალიან კარგია ამის მოსმენა და ვისაც აქვს ეს გენეტიკური წარსული გამოცდილება ოჯახის წევრისგან, რა შეიძლება მათთვის საპრევენციოდ გავაშხეროთ. თუ გაქვთ გენეტიკური წინასწარი განწყობა, მკურნალობას ვერ დავიწყებთ სიმპტომების გარეშე, მხოლოდ იმიტომ, რომ ოდესმე შეიძლება პარკინსონი დაგემართოთ. მიუხედავად გენეტიკური წინასწარი განწყობისა, პარკინსონი შეიძლება საერთოდ არ დაგემართოთ. შეიძლება უბრალოდ მატარებელი იყოთ ამ გენის. ყველა გენი, რომელიც მიიღეთ მემკვიდრეობით, არ იქცევა დაავადებად. შეგვიძლია თუ არა პარკინსონის ან ალცჰაიმერის პრევენცია, ან ნებისმიერი ნეიროდეგენერაციული დაავადების. დიახ, მაგრამ ამაზე ზრუნვა უნდა დაიწყოთ 20 წლის ასაკიდან, 30 წლიდან და არა 60-70 წლის შემდეგ. რა თქმა უნდა, სულ არ დაწყებას გვიან დაწყება სჯობს. საპრევენციოდ თქვენ გჭირდებათ ვარჯიში. ეს დადასტურებულია. არ არის აუცილებელი სპორტ დარბაზებში სიარული. 1 საათი რიტმული სიარულით საკმარისია. არა ნელი, არამედ რიტმული. ყოველდღე 1 საათი სწრაფი რიტმული სიარული თავიდან აგაცილებთ პარკინსონს, ალცჰაიმერს, თან ისე რომ ამაში არაფრის გადახდა არ მოგიწევთ. გამოიყენეთ ეს მეთოდი. დაფიქრდით, ჩვენ ყველა ვბერდებით. ასეთია ცხოვრება, ასე კი გვემატება. ჩვენი ნეირონების რაოდენობა მცირდება, ესაა დაბერება. მაგრამ თუ იმ ნეირონებს შორის, რომლებიც დაგრჩათ, გაზრდით კავშირებს, დაავადებას აიცილებთ. როგორ უნდა მოახერხოთ ეს? ამისთვის არ გჭირდებათ ფულის დახარჯვა, რაღაც განსაკუთრებულის გაკეთება. იარეთ, მეგობრებს შეხვდით. შეეხეთ მეგობრებს, გადაეცით ემოცია, იცეკვეთ, იმღერეთ, ხატეთ, ჰობი აირჩიეთ, იმოძრავეთ, გარეთ სუფთა ჰაერზე. ის ნეირონები, რომლებიც გაქვთ, იქნება ჯანმრთელი.
აი მაგალითად თქვენ 70 წლის ასაკში, როდესაც ისევ ლამაზი იქნებით და 70 წლის ქალბატონი, რომელიც სულ ტელევიზორს უყურებდა, სულ სახლში იყო, არ კონტაქტობდა სხვებთან, იყო იზოლირებული. ეს ადამიანი არ იქნება იგივე ბიოლოგიური ასაკის. მას ნეიროდეგენერაციული დაავადებების მაღალი რისკი აქვს, მაგრამ თქვენი ტვინი ჯანმრთელი იქნება. ძალიან სასიამოვნო იყო თქვენი მოსმენა იმ სიახლეების, რომელიც უკავშირდება პარკინსონის დაავადებას და იმ რეალურ გამოსავალს და საპრევენციო ზომებს, რომელიც მართლა ყველას ხელთ არის. უბრალოდ ამ ჩვენი სტუმრის მოსმენის შემდეგ ალბათ გაგიჩნდებოდათ სრულიო უფრო აქტიურად მიხედოთ თქვენს ჯანმრთელობას და მინიმუმ 1 საათი აქტიური სიარულით დააზღვიოთ თქვენი წლების მატება და ჯანმრთელობა. სწორედ ასეთი მარტივი ხერხებით. Thank you so much. დიდი მადლობა.